გუშინ წინ კობახიძემ განაცხადა, რომ რა უჭის კაცო, მიხვა ჩადგები ოჩერეთში და რიგშიო და ეიგებ ვიზას. ჯერეთი ვიზას მასე არ იძლევიან. მასე ადვილად უკვე აღარ მოგცემენ ვიზებს. და ახლა მეორე მინდა იტალიაში, საბერძნეთში იმ დროს გადასულ ქალბატონებს ვთხოვო, როცა არ იყო ვიზა ლიბერალიზაცია, როგორ გადადიოდნენ ავტობუსის საბარგულებით, როგორ გადადიოდნენ ტყე, გაბერილი ნავებით და ასე შემდეგ და რა ტანჯვა და სიცოცხლის საშიში გადასვლა ქონდათ და რამდენი ადამიანია დაღუპული ასე გადასვლების. იქნება ჩაწეროთ და გააგებიოთ ქართველებს და ავიცათ უკვე როგორ ხდებოდა ევროპაში გადასვლა. ნუ ახლა პაპუაშვილის განცხადებასაც მინდა გამოვიხარო, რომ იგიო ევროკავშირი არის მეორე საბჭოთა კავშირი. და ახლა იმ ადამიანებს მინდა მიმართო, ვისაც საბჭოთა კავშირის ნოსტალგია გაქვთ. საბჭოთა კავშირი თუ ევროკავშირი იგივე. მაშინ რატო გიშლიან ამ საბჭოთა კავშირის შესვლას? თქვენ ხო ნოსტალგია გაქვთ საბჭოთა კავშირის. ხო და საბჭოთა კავშირი აქვს გეუბნება პაპუაშვილი და შეებრძოლეთ პაპუაშვილს, რომ შეხვიდეთ საბჭოთა კავშირში. არ ვიცი. მოკლედ რო ვთქვათ, ადრინდელი ნარატივი იყო, რომ ვერ დაგვადებენ სანქციებს, ვერ გაგვიჩერებენ ვიზა ლიბერალიზაციას, ამას გაგკიოდნენ. კარგად დავძაბოთ გონება და გევიხსენოთ. ახლა უკვე გადავიდნენ სხვა პროპაგანდაზე. ახლა უკვე გამზადებენ იმ კატასტროფისთვის, რასაც ქვია ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერება. რასაც ქვია სანქციების შესაბამისი პროცედურებით, ეკონომიკური მდგომარეობის გაფუჭებით და ისედაც გაგირბით ფასები. და მე ნახეთ დედის ხმა რა იქნება, თუ კი სანქციები ბოლომდე დაგვედება და თუ კი ვიზა ლიბერალიზაცია გაჩერდება. ამიტომ კარგად დაფიქრდით ქართული ოცნების მომხრეებო. გაატყვილებენ, ესენი არიან ქოსად მატყუარები. გაატყვილებენ თავისი ბედნიერებისთვის. თქვენ უბედურობაზე აწყობენ თავის ბედნიერებას. გონს მოდით. მადლობთ ყურადღებისათვის.